ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისათვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზეა დაკავებული. ამის შესახებ სუსში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339 მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებული არის ბრალდებული სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაულის სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დააკავეს მურთას ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიეწოდა თავისი მობილური ტელეფონი. ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით და გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებსა და იძალა და ერთ-ერთ მათგანზე. განაცხადეს სუსის ბრიფინგზე. მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ ეშინიათ ეშინიათ ვიბარებთ ასო. იცი რა არის? მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დინარაძე სადავალებას ჰქონდა. ასრულებს არაფრის არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ძალა არის ქართველ ხალხში. ნუ შეგეშინებათ ნურაფრის მიამის მოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ დამაკავონ. მაკავებენ, იმიტომ რომ თურმე ერთ ადამიანს ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლია დაამარცხოთ ივანიშვილი. თქვენ შეგიძლია დაამარცხოთ ეს რეჟიმი და ესენი აპირა რატო რასო მაკავენ. რას ხალხს მინდა ხალხს ხო შეიძლება არასარამ გამოცნოთ. სულა როგორ მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს. კერძოდ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე. ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ პირდებოდა 200,000 აშშ დოლარის გადახდას. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200,000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც. ლევან ხაბეიშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისათვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად. ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი სისტემატიური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 მუხლის მეორე ნაწილით, იგი დაკავებული იქნა ჩვენ მიერ ბრალდებული სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაულის სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად იქნა დაკავებული მურთას ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალა და ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 343 მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმართავ ეხლა მამუკამ დინარაძეს, შეჩმორო და მართლა რო კაცა წარმოგიდგენია თავი და რო გგონია, რომ ლევან ხაბეიშვილს ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრს ან საქართველოს მოქალაქეებს დააშინებ აი ამ დაჭერით, რაც ეხლა გააკეთე. აი შეჩმორო, მე გეუბნები პირდაპირ ეთერში, შენი შენობის წინდგავარ ეხლა. კაცად რო წარმოგიდგენია თავი. აი აქავარ, მე ვმონაწილეობ თქვენს მშვიდობიან დამხობაში. დედას გიტირებთ 4 ოქტომბერს. აი ისე გაიქცევით 4 ოქტომბერს, რომ თქვენი დასამალი არ იქნება არსად. არავის ამ დაჭერის არ ეშინია ლევან ხაბეიშვილი. და ყველა ამისთვის იყო მზად და ეს იყო მოსალოდნელი.
ეს კიდევ უფრო მეტ ბრაზს გაზრდის საქართველოს მოქალაქეებში და ის დროშა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რაც ეჭირა ლევან ხაბეიშვილს, ის დროშა ეხლა უკვე იქნება თითოეული ჩვენთაგანის ხელში, თითოეული საქართველოს მოქალაქის ხელში. ხო გამოჩნდა ერთადერთი სიტყვა არსებობს, რაც აი ამ ყველაფერს შეესაბამება. ეს არის შიში. ეს არის შეშინებული რეჟიმი, რომელმაც ზუსტად დაინახა, რომ დიახ 4 ოქტომბერს მშვიდობიანი, სრულიად მშვიდობიანი რევოლუცია არის შესაძლებელი და სწორედ ამიტომ დააკავეს ეს ადამიანები. მათ დაინახეს, რომ ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და სრულიად საზოგადოება გააერთიანა, აი ამ თარიღის გარშემო, გააერთიანა მის გარშემო და დიახ, მათთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ლევან ხაბეიშვილი. სწორედ ამიტომ, მეგობრებო, დაინახეთ, რომ ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. ამიტომ 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ რუსთაველზე და აუცილებლად და უკვე დასრულებული რეჟიმი საბოლოოდ დასრულდება. ეს არის რეალურად ჩამონგრეული, ჩამოშლილი რეჟიმის სახე, რომელსაც ერთადერთი გზა დარჩა, რომ შეგვაშინოს ერთადერთი გზა დარჩა. ველოდებით თქვენც რომ შესაძლოა დაკითხვაზე დაგიბარონ ან მინიმუმ პატა ბურჭულაძე ან დაგაკავონ არ ვამბობ, დაგიბარონ მინიმუმ გამოკითხვაზე. ყველაფერი არის შეშინებული რეჟიმის მხრიდან მოსალოდნელი. ჩვენ ამასაც ამ დღესაც ველოდებოდით. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, ლევან ხაბეიშვილი მზად იყო ამ ყველაფრისთვის, მურთაზ ზოდელავა მზად იყო ამ ყველაფრისთვის, დარწმუნებული ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ოქტომბრის აქციაა, ის შიში, რომელიც ამას უკავშირებთ. რა თუნდა ამას საუბარი და შიში არის ერთის ლევან ხაბეიშვილის გარშემო გაერთიანდა სრულიად საზოგადოება. ხედავდით თქვენ ყოველწუთიერად მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლევან ხაბეიშვილის მიმართ. სწორედ ეს არის მიზეზი. სწორედ ეს, იმიტომ რომ მათ დაინახეს ლიდერი, რომელმაც მართლა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მართლა შეძლო, რომ სრულიად საზოგადოება გააერთიანებინა. პარტნიორიდან პრობლემამდე საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა, ასე ქვია მოსმენას, რომელიც ჰელსინკის კომისიაში გაიმართა. საქართველოს საქმეზე მოწმის სტატუსით სალომე ზურაბიშვილს მოусმინეს. ყოფილ პრეზიდენტთან ერთად კომისიის წინაშე ასევე წარდგნენ თინა ხიდაშელი და ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი. საქართველოს საკითხზე ჰელსინკის კომისიის მიერ გამართულ განხილვას აფასებენ საქართველოში. ოცნების საჯარო პოზიციები უფრო მეტად იძენს ანტიამერიკულ ტონს, რომელთა შორისაა საჯარო თავდასხმები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებზე, პირადად პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციაზე, მეორე ფრონტის გახსნაზე. ამის პარალელურად ქართული ოცნების ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს უპირველეს ყოვლისა რუსეთთან და ჩინეთთან. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან არის 380 გრადუსიანი შებრუნება ყოფილი საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის განაცხელყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას. თუ კი რუსეთს მიეცემა საშუალება გააფართოოს თავისი გავლენა საქართველოზე, ეს ხელს შეუშლის ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის შესაძლებლობას, რომელიც ჩავდა კასპიის ზღვებს დააკავშირებს. რუსეთის მიმართულებით არსებული სირთულეების სახიფათოა. ამერიკის შეერთებული შტატების რბილი მიდგომა საქართველოს დე-ფაქტო მმართველობისადმი წარსულში მარცხით დასრულდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას. რო არ ითმენს გაურკვევლობას, აუცილებელია მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც ნათლად დააფიქსირებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. ის, რასაც საქართველოს მმართველი რეჟიმი აკეთებს, მხოლოდ საქართველოს ხალხის ნების და დემოკრატიული ღირებულებების ღალატი კი არ არის. ეს პირდაპირ უარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეერთებულ შტატებთან. სამწუხაროდ დღევანდელმა მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, ნაცვლად წინააღმდეგობისა. მათ ძირი გამოუთხარეს ინსტიტუტებს, არჩევნები გააყალბეს, განსხვავებული აზრის კრიმინალიზება მოახდინეს, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, უარი თქვეს ქართველი ხალხის ნების დაცვაზე, რომელიც მათ საარჩევნო ურნასთან გამოხატეს. რუსეთს და ახლა სულ უფრო მეტად ჩინეთს აქვთ პირადი ინტერესი ჩვენი სუვერენიტეტის შელახვის, ავტორიტარიზმის ორბიტაზე ჩვენი ხელახლა ჩათრევის კუთხით, მაგრამ ქართველი ხალხი არ დანებებულა. მიუხედავად პროპაგანდისა, მმართველი პარტიის ღალატისა,
მიღებისა. ჩვენი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ ქართველები კვლავ რჩებიან დასავლეთზე ორიენტირებული. გამოკითხვა აჩვენებს უდიდეს მხარდაჭერას ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართ. ხალხს კვლავ სწამს თავისუფლებისა და კვლავ სწამს შეერთებული შტატების. მეგობარი აქტი ზუსტად წარმოადგენს იმ ტიპის მდგრად სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და რეფორმატორებს გადარჩენაში. ქართული ოცნება ქართულ კოშმარად იქცა. ტელევიზორით ხედავ ათასობით ადამიანს ქუჩაში, რომლებიც ყოველდღიურად აპროტესტებენ და ეს გაძლევს საშუალებას გაიაზრო თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატია და ეს მნიშვნელოვანია ამერიკაშიც. რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება. თან ახლა მოკავშირეყავთ, იქ ბატონი ივანიშვილის სახით. ასე რომ უფრო მარტივია დაპყრობა შიგნიდან. სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ მეგობარ აქტს. რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს აშენებს. ბატონი ვილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა დემოკრატები და რესპუბლიკელები ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს და ეს თითქმის გაუგონარია. დიდი მხარდაჭერა და იქ როგორ ჩანს ერთმა ადამიანმა შეძლო მისი ჩაკვლა. გასაოცარია რომ ეს მოხდა. რატომ მოხდა არ მესმის. რაც შეეხება ის პირველ რიგში არის deep state-ის აგენტი და მერე არის დაფინანსებული ლობისტი. ხო, ორივე ერთად არის, მაგრამ პირველ რიგში ისიც არის, რა თქმა უნდა, deep state-ის აგენტი, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ფინა ხიდაშელი, ჩვენ ვიხილით თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ბუნებრივია ტრაგიკული მოვლენა, თუმცა ეს არის მათი ტრაგედია. მე კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება მეგობარი აქტს, რომელიც სინამდვილეში იყო მტრული აქტი, ქართული ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ჩვენ იცით, რომ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი არის დამოკიდებული თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას. ამ სხდომაზე კელი დეგნანის დანახვით მე მგონი ყველაფერი ნათელი გახდა. ერთადერთი ვინც უნდა დაეკითხა ამ კომისიას, თუ კი მართლა აინტერესებთ რაღაც პროცესების ახსნა, იყო ქალბატონი კელი დეგნანი. ის უნდა დაეკითხათ 2020 წლის პივიტის გაყალბების საკითხზე. ჩვენ დღეს ვიცით დადასტურებით, რომ ისვედმა გააყალბა პივიტი, ვიცით დადასტურებით, რომ USAID-მა იცოდა, რომ ეს პივიტი იყო ყალბი რიცხვები. 2020 წელს ისვედის NGO-ების ჩართვით, USAID-ის დაფინანსებით იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით და ამაში მონაწილეობდა ბევრი ადამიანი და დღეს ტრამპაც ამხილა ეს ყველაფერი. მეორე, ჩვენაც ვიხილეთ ანტიტრამპისტები, მათ შორის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის სახით ამბობდნენ, ტრამპმა რუსეთის ჩარევით გაიმარჯვა, მოღალატეებს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის სათანადო ადგილი მიეჩინება. ეს ორი მოღალატე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ, იმ ქვეყნის ზურაბიშვილის შემთხვევაში არა, მაგრამ ხიდაშელის შემთხვევაში ხო არის, რომ იმ ქვეყნის, რომელმაც ის შობა და აღზარდა, ამ ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებას რო იძლევიან, აი ეს ორი მოღალატე თავის კუთვნილ ადგილს მიიღებს. ჰელსინკის კომისიაზე გამოჩნდა ის, რომ ეს ორგანიზაცია არის deep state-ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. გამომდინარე იქიდან, რომ მის გადაწყვეტილებებში ყოველთვის ჩანს, რომ საქართველოს ჯერ ერთი არ აღიქვამს როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და მეორეც უსამართლოდ აკრიტიკებს და პრაქტიკულად უგულებელყოფს ევროპის ინსტიტუტების იმ კვლევებს, რომელიც პირიქით პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ის, რომ ჩინეთთან ურთიერთობას უპირატესობას ანიჭებს თავად შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი ტრამპი, მის განცხადებებში და მის ვიზიტებში ჩანს პირდაპირ, რომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით შეერთებულ შტატებს აქვს პრიორიტეტი, რომ ჩინეთთან დაალაგოს ურთიერთობები. ასევე ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის მიხედვით ჩასული ჩინეთში მოვისმინეთ ერთი მუჭა ხალხის მცდელობა, რომ კიდევ უფრო მეტად დაეზიანებინათ საქართველოს ამერიკის ურთიერთობები. არაფერი ახალი მათ განცხადებებში არ იყო, სიმართლე გითხრათ, გაცვდა უკვე ეს მცდელობებიც, ეს
ერთის შეიძლება რაღაც რამდენიმე თვის წინ ყვილოდა ეს განცხადებები, დღეს არის გამწვდა მთლიანად, იმიტომ რომ არ ეფუძნება ეს რეალობას, არ ეფუძნება ფაქტებს, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილები. ისაუბრეს ისეთ თემებზე, რომელიც მათი აზრით იქნებოდა მნიშვნელოვანი კონგრესმენებისთვის თუ ამერიკული პოლიტიკური ელიტისთვის. სხვა დანიშნულება ამ საუბარს და რაღაც ტყუილების გაცვლას არ ქონდა. მით უმეტეს არ ქონდა ამ ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც კარგად იცის სალმო ზურაბიშვილის წარსულის და აწმყოც და თინათი ხიდაშელის წარსულის და აწმყოც. რომელიც ჟღერდებოდა ქართული ოცნების საგარეო კურსთან დაკავშირებით, შესაბამისობაში მოდის დემოკრატიული თავისუფალი ქართული საზოგადოების იმ ნაწილის აზროვნებისგან, რომლებიც თვლიან, რომ ქართული ოცნების საგარეო მიმართულება არსებითად ანგრევს ქვეყნის შესაძლებლობას გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი. ჰელსინკის კომისიაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის სამსახურში და ქართულ ხალხთან, ამავდროულად ისიც, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება ქართულ ოცნებას და ცხადია ვერ აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა თუ არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და არ ჩაინიშნა დემოკრატიული არჩევნები. ნამდვილად ვერ გეტყვით რა იყო ქალბატონი პრეზიდენტის, მეხუთე პრეზიდენტის და ქალბატონი ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიზანი ჰელსინკის კომისიაზე, ეს არის მათი პერსონალური გადაწყვეტილება და ჩვენს შემთხვევაში რაც შეეხება შეფასების ნაწილს, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის პასაჟი, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი თავის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პოზიციონირებს. როდესაც ის თავს აიდენტიფიცირებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ ის არის საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და ის ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებით შეიძლება ითქვას, რომ ართმევს ადამიანებს თავიანთი კონსტიტუციური უფლებით გათვალისწინებულ შესაძლებლობას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ვთქვათ, ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც არის დარჩენილი მოქმედი ხელისუფლების შესასუსტებლად ფაქტობრივად ქუთაისი ევროკავშირის ქოლგის ქვეშ ამ სახელწოდებით ქუთაისში თეთრხიძე პერფორმანსი გაიმართა. რატომ აირჩიეს ქალებმა ქოლგები, რატომ აირჩიეს ქოლგები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით? რატომ დადგნენ მაინც და მაინც ამ უძველეს ქალაქში, რომელიც ისედაც ევროპულია? თითქმის მეათე თვეა მიმდინარეობს აქციები ქუთაისში მერიის წინ. და ქალების როლი ნამდვილად არის განუსაზღვრელი. ქალების ძალა ჩანს ამ აქციების დროს. კონკრეტულად ის მესიჯი, რაც ჩვენ თავიდან გვითხრეს, რომ შედი ქალო ბუდკაშიო, ეს ჩაიშალა. იცით თქვენ, რომ რანაირი ძალა აქვს ქალებს ამ აქციების დროს. კონკრეტულად დაიწყო მზია ამაღლობელით. მზია ამაღლობელი ქალის სიმბოლო გახდა, ძლიერი და გაუტეხელი ქალის სიმბოლო გახდა. ნინო დათაშვილი, პატიმრების დედები, ჟურნალისტი ქალები, ადვოკატი ქალები და ასე შემდეგ. მე მინდა ერთი რამე გავაჟღერო. სასწორზე დევს საქართველოს მომავალი, ასე თქვა სინდისის პატიმარმა საბა სხვითარიძემ. მიმართავ ჩემი თაობის ოცნების მომხრეებს. მეუბნები, რომ ჯერ კიდევ მართლობაში, თავისუფლებაში დაბადებული ახალგაზრდები არ მოსულან მთავრობაში. ხომ ასია, ხომ ეთანხმება ყველა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენ დავინახეთ ახლა. აი ამ ორწლიანი ბრძოლის შედეგად და მე მათი იმედი მაქვს. იმედი ადამიანს არ უნდა გაუცრუდეს. არც გაუცრუდება. ჩვენ ეს დაგვანახეს ახალგაზრდების ბრძოლამ, დაგვანახა პატიმრების ბრძოლამ, მათმა გაუტეხობლობამ და მათმა სიმტკიცემ. ქუთაისელმა ქალებმა ახლა კი არა, ძალიან დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, რომ იცხოვრონ ევროპულად, იაზრონონ ევროპულად, ურთიერთობები ქონდეთ ევროპულად და ყველაფერი იყოს ევროპული. აი ეს არაჩვეულებრივი ხიდიც, რომელზეც ახლა ჩვენ ვდგავართ, არის ევროპული ესკიზებით დამზადებული და ძალიან ბევრი რამე ქუთაისში ტყუილად არ ეძახდნენ ქუთაის პატარა პარიზს. ეს რაც შეეხება ლირულ მხარეს. ხოლო რაც შეეხება ბრძოლას, რომელშიც ახლა ჩვენა ვართ ყველანი, ქალები ძალიან დიდ როლს თამაშობენ. და ქალებმა ყველაზე კარგად იციან, რომ არა ევროპული ღირებულებები, რომ არა ევროპული მომავალი, ჩვენი პერსპექტივა და განვითარება, როგორც ახლა ბანერებზე რომ დიდი სამბი წარწერები არის, ნამდვილად არ გვექნება.
არ გვექნება ქუთაისის აეროპორტი, არ გვეყოლება ევროპული ტურისტები, არ გვექნება ეკონომიკური წინსვლა და საერთოდ არანაირი წინსვლა არ გვექნება და როგორც ადრე რკინიგზამ აუარა ქუთაისს, ეხლა ძალიან ბევრი რამე აუვლის ჩვენს ქალაქს და იმერეთ ზოგადად. Mercedes-Benz-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერებისა და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2 კილოგრამზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი. საქმე ეხება ასაფეთქებელ ნივთიერება ტროტილზე ძლიერ მოქმედ ნივთიერებას. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკრაინის 2 მოქალაქე დააგავა. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრამა Mercedes-Benz-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რუმინეთის და ბულგარეთის გავლით თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი. საზოგადოებისთვის განმარტავთ, რომ საქმე ეხება ასაფეთქებელ ნივთიერება ტროტილზე ძლიერ მოქმედ ნივთიერებას. გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს ზემოთხსენებული ავტომანქანის მძღოლს MS-ს ეკუთვნის. მან უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა გადასცა შენიღბულ კასრებში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდგომ მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი გამოართმევდა აღნიშნულ ნივთიერებას. უკვე დაგავებული ასევე უკრაინის მოქალაქე დჟ, რომელმაც მიაკითხა მძღოლ MS-ს და გამოართვა სამალავებში განთავსებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება. ჩატარებული ჩხერგის შედეგად ამოღებულია 8 ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას გულისხმობს. დაგავებულებს ბრალად 260 მუხლით გათვალისწინებული ბრალდება წარადგინებათ მათი ჩხერგისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია გამოძიება გაგრძელდება საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად, მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად თუ სხვა. შესაბამისად მოხდება დაგავებული პირების მიმართ სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების შემდგომი ინფორმირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას თანამშრომლობისთვის ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. გასაგები მიზეზების გამო გეტყვით, რომ მეც სიღრმეებში ამ ეტაპზე ვერ შევად, ბუნებრივია და მოგვიანებით საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება. მადლობა ყურადღებისთვის. საკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონის შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.